საღამომშვიდობისა მეგობრებო, დღეს როგორც დაგეგმილი იყო უკვე ამ კვირაში მესამე ლაივ გაკვეთილი. პელოპონესის ომზე ამ შემთხვევაში შევეცდები უშუალოდ ჩავატარო ეს გაკვეთილი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წინა ლაივებში განვიხილეთ პოლიციური საზოგადოების, ასე ვთქვათ, განვითარება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, შემდგომ განვიხილეთ უკვე ბერძენ-სპარსელთა ომები და ასევე განვიხილეთ ორი კავშირის, საზღვაო კავშირის, ამ შემთხვევაში დელოსის კავშირის ჩამოყალიბება ბალკანეთში და უშუალოდ სახმელეთო კავშირის, თუმცა აქაც შედიოდნენ რამოდენიმე პოლისი, რომელსაც ფლოტი ჰყავდა, ეს იყო სპარტით სათავეში პელოპონესის კავშირი. ანუ ფაქტობრივად, როგორც მრავალჯერ გითხარით, აქაც უნდა აღნიშნო, რომ თუ წინა ლაივებისთვის არ გაქვთ ნანახი, კარგი იქნება, რომ ჯერ ის ლაივები ნახოთ და მერე უშუალოდ დღევანდელი თემა დაამუშავოთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია პელოპონესის ომი და ასე განვითარება სჭირდება, რადგან ბევრი უცხოსახელია, ტერმინია, ბევრი, ასე ვთქვათ, ფონი აქვს ისეთი, რაც თუ არ იცი წინა გაკვეთილები ვერ მიხვდებით ამ შემთხვევაში. თუმცა მე ვეცდები, რომ ისე აგიხსნათ ეს ყველაფერი, რომ გასაგები იყოს. თუ გაკვეთილის სვლელობისას კონკრეტული ამ შემთხვევაში პუნქტი გაუგებარი იყო თქვენთვის, კარგი იქნება, რომ ამ შემთხვევაში აქვე დამიწეროთ კითხვა, რომ აქვე განვიხილოთ და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგრჩეთ ლაივის შემდეგ და საბოლოო ჯამში ასე დავასრულებთ თემას მოკლედ და ასე დავასრულებთ ბერძნების განვითარებას, დაპირისპირებას ბალკანეთში, ხო? 2 წუთით და დავიწყებ უშუალოდ ლაივის უпростоრად გაკვეთილის განხილვას. კარგით, მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი, სანამ გადავალ უშუალოდ იმ თემაზე, რა თემაზეც დაგეგმილი გვაქვს და დაანონსებული გვაქვს ლაივი, პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ პელოპონესის ომი იყო ძველ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ომი, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსი შეიწირა, შეიძლება ასე ითქვას და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ისეთი ფონი შექმნა, რომ ბალკანეთში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლისი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, აი ამ ორი პოლისის დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა მთლიანად ბალკანეთის ნახევარკუნძული, ბერძნული და სპარტული პოლისები, ანუ დელოსის კავშირისა და პელოპონესის კავშირის გაერთიანება და ამ გაერთიანებაში შემავალი პოლისები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საბერძნეთის გაერთიანებისთვის. ათენს თავის მხრივ სურდა, რომ საბერძნეთი მისი მმართველობის ქვეშ, ასე ვთქვათ, მოქცეულიყო, ხოლო სპარტას თავის მხრივ სურდა, რომ ასევე საბერძნეთი მისი მმართველობის ქვეშ მოქცეულიყო. ვინ როგორ ახერხებდა ამას ძალიან მალე გავიგებ და მანამდე უნდა ითქვას, რომ როცა ბერძენ-სპარსელთა ომები მიმდინარეობდა, ათენსა და სპარტას უკვე ამ ბერძენ-სპარსელთა ომების მიმდინარეობისას კიდევ ვერ ჰქონდათ გაგებული ამის შემდეგ რა უნდა ყოფილიყო, ანუ თვითონ უკვე ცხადი იყო ჯერ კიდევ ბერძენ-სპარსელთა ომებიდან, რომ ეს დაპირისპირება გადაიზრდებოდა რაღაც უფრო დიდში ამ შემთხვევაში და ეს დიდი დაპირისპირება გახდა, როგორც იცით, პელოპონესის ომი. ტრადიციულად პელოპონესის ომს ისტორიკოსები ჰყოფენ 3 ეტაპად, თუმცა ეს 3 ეტაპი თქვენ გაკვეთილში არ გაქვთ გამოყოფილი
და ვერ მიხვდებით რომელი ეტაპი დასრულდა, რომელი ეტაპი დაიწყო და ასე შემდეგ. ეხლა მე შევეცდები სპეციალურად გაკეთებული ცხრილით ამ შემთხვევაში და გეგმით, რომელსაც გაჩვენებთ, ამის მიხედვით ძალიან მარტივად აგიხსნათ და კარგი იქნება თუ აი ამ ცხრილს, ასეთ ცხრილს მაინც დაიხაზავთ, ჩაიხაზავთ და აღქმისთვის ძალიან კარგი იქნება, როცა გაკვეთილის სწავლას დაიწყებთ უშუალოდ, ხო? როგორც გითხარით, ესე იგი ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირება საფუძველი შეუქმნა იმას, რომ მათ გარშემო პოლისები, რომლებიც იყვნენ, ეს პოლისები ჯერჯერობით ვერ ხვდებოდნენ ვისი მხარე უნდა აერჩიათ და ფაქტობრივად ორივე პოლისი ათენი იზიდავდა პატარ-პატარა პოლისებს, როგორც წინა ლაივიდან გახსოვთ, იმით რომ იგი სთავაზობდა პოლისებს, რომ მე ამ შემთხვევაში ფლოტით აღჭურვას სთავაზობდა და ეს ფლოტით აღჭურვას სთავაზობდა და საბოლოო ჯამში ეს პატარა პოლისები უზრუნველყოფდნენ ამ ფლოტის ადამიანური რესურსით მომარაგებას, ხოლო სპარტა სთავაზობდა პატარ-პატარა პოლისებს ოლიგარქიული მმართველობის გატარებას, სანაცვლოდ სპარტა მიიღებდა ამ პატარა პოლისებს პელოპონესის კავშირში. ანუ ათენიც და სპარტაც ალტერნატიულ გზებს სთავაზობდა ამ ბალკანეთში არსებულ პოლისებს, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო თუ არა პროცენტული მაჩვენებლით რამის მომატება, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა ამ პატარა პოლისებს პელოპონესის ომში, ამას ძალიან მალე გავიგებთ. თუ რამდენი პოლისი ვის ხარეს როგორ მოიქცა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განსაზღვრა მაინც მთავარი პოლისების მანევრებმა და ეს მანევრები მართალია სპარტას უფრო მცირე რაოდენობით პოლისი ჰყავდა მის გარშემო, მაგრამ სპარტამ მაინც შეძლო თავის მხრივ ამ ომის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა, ისე რომ გარკვეული პროცედურები და თვითონ ათენში არსებული პოლიტიკა შეცვალა. რაც ვერ მოახერხა ათენმა საკუთრივ დაუგეგმავი მსვლელობების შედეგად, ხო, რაც თვითონ პელოპონესის ომში მოხდა. კარგი, ეხლა მე გაჩვენებთ რუკას ამ შემთხვევაში. მოდი ვნახოთ რუკა. ესაა არსებული მდგომარეობა პელოპონესის ომში. როგორც ხედავთ, აი ეს მთლიანად მწვანე ფერი რაც არის მონიშნული, ესაა პელოპონესი, გეოგრაფიული სახელწოდება ამას აქვს პელოპონესი და აი ეს ლურჯი ფერით რაცაა, აი აქ როგორც ხედავთ, არის ათენი. ფაქტობრივად სპარტამ და ათენმა ჩაითრია მთელი ბალკანეთი და ის პატარა პოლისები, რომლებიც ამ ორი მთავარი პოლისის სახელმწიფოს გარშემო მდებარეობდა და ასე მოხდა განაწილება. აი ეს რასაც ხედავთ უკვე ყვითელ ფერს, თავდაპირველად პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი იყო ნეიტრალური ზონა. და აი ასეთი სახით, აი ასეთი სურათით იწყებს სპარტაც და ათენიც ამ შემთხვევაში დაპირისპირებას და ასე იხსნება უშუალოდ პელოპონესის ომი. მაშასადამე, როგორც გითხარით, ერთმანეთს უპირისპირდება დელოსის კავშირი, რომელსაც სათავეში ათენი უდგა, რომელიც უპირისპირდება პელოპონესის კავშირს, რომელსაც სათავეში სპარტა უდგა. ფაქტობრივად ეს არის ის გადანაწილება, რაც არსებობს თავდაპირველად და ეხლა სანამ უშუალოდ გავაგრძელებ ახსნას, მაინტერესებს გამოსახულება რამდენად კარგად ჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან უნდა გაიგოთ, ანუ სიმარტივე სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ აი ამ გეგმით და ილუსტრაციებით მარტივად მიხვდებით რა ხდება. ესე იგი, როგორც გითხარით, ეს ორი პოლისი უპირისპირდება ერთმანეთს და ფაქტობრივად ძველი წელთა აღრიცხვით 421 წელს იხსნება ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ბრძოლის პირველ ეტაპს ხსნის სპარტის მეფე არქიდამე. არქიდამოსის ომი ეწოდება ბრძოლის პირველ ეტაპს შესაბამისად და სახელწოდება, როგორც გითხარით, აქედან მიიღო. თუმცა სანამ დაიწყებოდა, კიდე რაღაცა მინდა ყველა დეტალი ამ შემთხვევაში გითხრათ, თუმცა სანამ დაიწყებოდა უშუალოდ ომის სულელობა, რიგი მიზეზები არსებობდა იმისა, რომ
ეს ბრძოლა დაწყებულიყო აუცილებლად. ფაქტობრივად ერთ-ერთი ასეთი მიზეზი იყო კორკირსა და კორინთოს შორის დაპირისპირება და აი ამას რუკას გაჩვენებთ ლაივის სრულობისას, რუკაზე გაჩვენებთ ამ პოლისებს. პირველი მიზეზი იყო კორკირსა და კორინთოს შორის დაპირისპირებაში ათენის ჩარევა. მეორე იყო პოტიდიასა და მეგარას მიმართ, ესეც არის პოლისები, ათენის სანქციები, რამაც გააღიზიანა სპარტა, პელოპონესის კავშირის მეთაური და ფაქტობრივად უკვე მეგარას მიმართ განხორციელებული პოლისები ვეღარ მოითმინა სპარტამ, იძულებული გახდა პელოპონესის კავშირი შეეკრიბა და ათენისთვის ომი გამოეცხადებინა. ანუ როგორც თავდაპირველად გითხარით, ეს ამ შემთხვევაში ორი მიზეზი გადაიქცა უცბად საბაბად. თუმცა მიზეზები ძალიან ბევრი იყო და ის წინა ლაივებში რაც განვიხილე, როგორც გითხარით, ჯერ კიდევ ბერძენ-სპარსელთა ომებიდან, როცა უკვე სრულდებოდა ეს ომი, ხო? მაშინაც უკვე ცხადი იყო, რომ რა ხდებოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია შემდგომ, ხო? და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა იქიდან ვიდრე 421 წლამდე და საბოლოო ჯამში საბაბი პელოპონესის ომისა გახდა და კარგად დაიმახსოვრეთ ეს კორკირსა და კორინთოს შორის დაპირისპირებაში ათენის ჩარევა, პოტიდიასა და მეგარას მიმართ ათენის სანქციები, რამაც სპარტა გააღიზიანა, მოიწვია პელოპონესის კავშირი და ათენს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 421 წელს პელოპონესის ომი ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით და ეს ომი არის არქიდამოსის სახელით ცნობილი. ესე იგი, აი აქ არის კორინთო, აქ არის მეგარა. ეს იყო საბაბი ერთ-ერთი, ამათ შორის დაპირისპირებაში ჩაერია ათენი და აი აქ არის პოტიდია, როგორც ხედავთ, და აი ამ პოტიდიას ათენმა წაუყენა სანქციები. ეს ვერ მოითმინა სპარტამ და დაიწყო ამათ შორის ომი. აი ასე იწყება პელოპონესის ომი. როგორც გითხარით, ამ ომს ქვია არქიდამოსის ომის სახელი და პირველი ეტაპი ძველი წელთაღრიცხვით 421-დან 421 წლამდე გრძელდება და როგორ დაიწყო? სპარტის მეფე არქიდამე ამ შემთხვევაში მანამ სანამ გადავიდოდა ატიკაში და სანამ ლაშქრობას დაიწყებდა ატიკაში, ათენის მეზობელი პოლისი თებე, რომელიც სპარტის მოკავშირე გახლდათ, მოულოდნელად თავს დაესხმის ათენს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თვითონ სპარტას, რომ ათენმა ყურადღება უფრო ჩრდილოეთით გადაიტანა და უკვე სპარტის მეფე არქიდამე რაღაცა, ბოდიში ვიხდი, არქიმედე გადადის დაპირისპირებაზე, ლაშქრობს ატიკაში და საბოლოო ჯამში უკვე მესამე პუნქტი არის ის, რომ ათენელების რევანში ხდება. ეს ყველაფერი ხდება ძველი წელთაღრიცხვით 421 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით 430 წლამდე. ანუ ფაქტობრივად 1 წელი გაგრძელდა აი ეს სამპუნქტიანი დაპირისპირება. ანუ როგორ დაიწყო პელოპონესის ომი? თებელები თავდასხმაზე გადავიდნენ, ათენის მოკავშირე პლატიას შეუტიეს, შემდგომ არქიდამეს ლაშქრობა ატიკაში, ეს არის სპარტის მეფე და ათენელების რევანში, ანუ ათენელი თავს იცავენ უკვე. ეს ყველაფერი შეაჩერა შავმა ჭირმა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 430-29 წლებში გავრცელდა, რამაც იმსხვერპლა პერიკლე და მისი ვაჟები და როგორც მოგეხსენებათ, მანამ სანამ დაიწყებოდა პელოპონესის ომი, სპარტის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ პერიკლე არქონტობიდან გაეთავისუფლებინათ ათენელებს. რატომ იყო ეს მთავარი მოთხოვნა? იმიტომ რომ სწორედ რომ პერიკლემ წამოსწია იდეა, რომ ათენელებს სჭირდებოდათ ფლოტი და სწორედ პერიკლემ დაიწყო პორტი პირეოსის მშენებლობა და მას უზარმაზარი გალავანი შემოარტყა და ეს ყველაფერი დიდ უპირატესობას ქმნიდა და შეიძლება ითქვას პერიკლეს ძალიან ადრეც ჰქონდა განსაზღვრული
უფრო წინ გაიხედა ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა და თავდაპირველად მოემზადა ათენის არქონტი ჯერ კიდევ 459 წლიდან, როგორც გითხარით, ჯერ კიდევ ბერძენ-სპარსელთა ომები, ანუ 459 წელს ფაქტობრივად დაიდო კალიასის ზავი ბერძნებსა და სპარსელებს შორის. ანუ აქედან მოყოლებული პერიკლე ფიქრობდა, რომ რაღაც უფრო მასშტაბური უნდა მომხდარიყო და ამიტომ დაიწყო პორტ-პირეოსის შენებლობა და სპარტის მოთხოვნა წლების განმავლობაში ერთ-ერთი ეს იყო, რომ პერიკლე გაათავისუფლეთ არქონტობიდან, რაც არ დააკმაყოფილა ათენმა და საბოლოო ჯამში ამიტომ გადავიდა უფრო აქტიურ მსვლელობაზე სპარტა, ხო? მაშასადამე, როგორც გითხარით, ეს პირველი ეტაპის ამ შემთხვევაში პირველი ფაზა, აი ეს სამი პუნქტი, რაც ჩამოგიწერეთ, დაასრულდა და შეაჩერა შავმა ჭირმა, რომელმაც იმსხვერპლა არქონტი პერიკლე, ათენის არქონტი და მისი ვაჟები. ფაქტობრივად ამ ყველაფრის შემდეგ პერიკლე, რომელიც მთავარი ფიგურა იყო, მას ჰყავდა ოპონენტი ძალა ათენში, რომელიც ცდილობდა მოსულიყო ერთგვარად დემოკრატიის სათავეში, ათენის დემოკრატიულ სათავეში და ასეთები იყვნენ კლეონი და დემოსთენე. სამწუხაროდ კლეონის ილუსტრაცია ვერსად ვერ ვიპოვე და ეს გახლავთ დემოსთენე თვითონ, რაც გამოსახულია ილუსტრაციაზე. კლეონი გახლდათ ომის პარტიის ლიდერი, ანუ ომის პარტია იყო ჩვეულებრივ სახელწოდება და ეს ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში დემოსთენე სტრატეგოსი გახლდათ, კლეონი ლიდერი იყო ომის პარტიის. აი ამ ორმა ადამიანმა პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვით 429 წელს გარდაიცვალა, გადაწყვიტა, რომ მანამ სანამ სპარტა მიხვდებოდა და ახალ ფაზას გახსნიდა უშუალოდ ათენის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, დაესწროთ სპარტელებისთვის და ძველი წელთა აღრიცხვით 425 წელს ათენმა ჯერ პილოსი და შემდგომ სპაქტერია აიღო და აი ამას ახლა რუკაზე გაჩვენებთ. აი აქ არის სპაქტერია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვით 425 წელს ათენელებმა აიღეს ქალაქი და უფრო ზემოთ, აი სპარტასთან, აი აქ ახლოს, აი ამ ნაწილში დაახლოებით არის პილოსი, რომელიც ამ შემთხვევაში აიღეს ათენელებმა ასევე. ანუ 425 წელს საკუთრივ სპარტასთან უახლოეს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს ფაქტობრივად ათენელებმა სპარტელებს, რამაც იქამდე მიიყვანა სპარტა, რომ რევანშისთვის უნდა მომზადებულიყო და აი ამ ბრძოლაში 425 წელს შედეგი ის იყო, რომ 300 პელოპონესელი დაატყვევეს დემოსთენემ და კლეონმა და ამ 300 პელოპონესელიდან 120 იყო სპარტელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა, როგორც გითხარით, რევანში სპარტის მხრიდან და ასეც წარიმართა და ეს ასეთი რევანში იყო ის, რომ სპარტის სარდალი, უკვე ბრასიდასის სარდლობით გადაწყვიტეს ათენისთვის მნიშვნელოვან პუნქტში დაერტყათ. ეს ნამდვილი ბრასიდასი არ არის, ეს არის უბრალოდ სპარტელი ჰოპლიტი, რომელიც ილუსტრაციისთვის უბრალოდ გამოვიყენე თვალსაჩინოებისთვის. ფაქტობრივად ბრასიდასმა 425 წლის შემდეგ ძველი წელთა აღრიცხვით გადაწყვიტა, რომ ამპიფოლისი დაელაშქრა და ძველი წელთა აღრიცხვით 424 წელს ამპიფოლისი დაიმორჩილეს სპარტელებმა. ამას რა თქმა უნდა მოჰყვა ათენის მხრიდან მკაცრი რეაგირება. ახლა გაჩვენებთ უშუალოდ სად იყო ამპიფოლისი. აი ეს არის ამპიფოლისი, აი ამ ნაწილში. აი როგორც ხედავთ, ბალკანეთის ან მაკედონიის აღმოსავლეთ ნაწილი, თრაკიის სამხრეთ ნაწილი ფაქტობრივად. ამპიფოლისის დაკარგვით ათენმა გადაწყვიტა, რომ ეს ამპიფოლისი დაებრუნებინა და ამპიფოლიში გაგზავნა კლეონი და თუკიდიდე. კლეონი, როგორც იცით, გახლდათ ომის პარტიის ლიდერი და თუკიდიდე გახლდათ ზოგადად პელოპონესის ომის აღმწერი. მან აღვიღწერა მთლიანი პელოპონესის ომი. მთლიანი არა, უпростоრად სიცილიის ექსპედიციამდე მერე ვეღარ დასწავდა ამ შემთხვევაში ეს. ესე იგი, ამპიფოლისი, როცა ძველი წელთა აღრიცხვით 424 წელს აიღეს
სპარტელებმა 422 წელს უკვე ათენელები რევანშისთვის მოემზადეს და გადაწყვიტეს ამფიფოლისი აიღო, თუმცა ძალიან მკვეთრი თავდაცვა შეძლეს ამფიფოლისის სპარტელებმა და ვერ მოხერხდა მისი აღება ბერძნების მხრიდან და ამფიფოლისი საბოლოოდ დაეცა ქალაქი, გადავიდა სპარტის ხელში და შედეგი ის იყო, რომ ბრძოლაში დაიღუპნენ კლეონი ათენის მხრიდან და ბრასიდასი სპარტის მხრიდან, ანუ ორივე სამხედრო დანაყოფის ლიდერები. თუ დაუკვირდებით, აქ ყვითელი ფერით მაქვს აღნიშნული ათენელები, წითელი ფერით მაქვს აღნიშნული სპარტელები. თუ გაწითლებულია ესა თუ ის შრიფტი, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ სასიკეთო შედეგი სპარტის მხარეს დასრულდა, თუ ყვითლად არის, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ სასიკეთო შედეგი ათენის მხარეს დასრულდა. საბოლოო ჯამში ბრძოლაში, როგორც გითხარით, დაიღუპნენ კლეონი და ბრასიდასი. და აქვე გეტყვით, ეს 421 წელს უკვე სრულდება პელოპონესის ომის პირველი ეტაპი, რომელიც ნიკიასის ზავით დასრულდა და ამ ზავის ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ მოხდა ტყვეების გაცვლა. როგორც ხედავთ, ფაქტობრივად 422 წლიდან ვიდრე 421 წლამდე ასე წარიმართა ამ შემთხვევაში სპარტასა და ათენს შორის დაპირისპირება და ყველა ომს ახლავს რაღაცა მოკლევადიანი აფეთქება და შემდგომ დასასრული. პარალელი შეგვიძლია თანამედროვე სამყაროსთან ეს ნიკიასის ზავი ერთ-ერთი გამომზეურება ამისი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სულ რაღაც 3 საათიანი ხელშეკრულება დადეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტყვეები გაეცვალათ და დაჭრილები გამოიყვანათ საკუთრივ ტერიტორიებიდან. ეს ნიკიასის ზავი იყო ძველ მსოფლიო ისტორიაში ასეთი გამოვლინება სწორედ, რომელიც დროებითი ზავი იყო და ემსახურებოდა საკუთრივ ორივე პოლისის, ათენისაც და სპარტისაც ახალი გეგმების დასახვას და იმის გარკვევას თუ შემდგომი ფრონტი სად უნდა გახსნილიყო და ფაქტობრივად პირველი ეტაპი ძველ წელთაღრიცხვით 421 წელს ტყვეების გაცვლით დასრულდა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მეორე ეტაპი უკვე იწყება შემდეგნაირად, ძველ წელთაღრიცხვით 419 წლიდან სიტუაცია იძაბება. ამ შემთხვევაში ომის მთავარ ეტაპზე, ანუ მეორე ეტაპზე გამოდის არგოსი. არგოსი გახლდათ ჩვეულებრივი ნეიტრალური პოლისი და ახლა გაჩვენებთ სად იყო ეს არგოსი. აი ეს არის არგოსი ყვითლად რაცა, რომელიც სპარტის მეზობელი იყო, როგორც ხედავთ, ჩრდილოეთ ნაწილში ჰქონდა მას ტერიტორია და ეს ვითომ ნეიტრალური პოლისი უცბად ხდება დემოკრატიის თავგადაკლული დამცველი და იგი ცდილობს პელოპონესზე არსებული პოლისები მისი მმართველობის ქვეშ გააერთიანოს და შექმნა დემოკრატიულ პოლისთა გაერთიანება. სიმბოლურად ეს პოლისები აღნიშნე აი ამ პატარა წრეებით და მის გარშემო ფაქტობრივად გაერთიანდა და შეიქმნა დემოკრატიულ პოლისთა გაერთიანება და ეს არგოსი უკვე 419 წლიდან უპირისპირდება სპარტას ამ შემთხვევაში, რომელიც რა თქმა უნდა არ ეთანხმება საკუთრივ პელოპონესის ტერიტორიაზე ასეთი დემოკრატიული პოლისთა გაერთიანების შექმნას და 418 წელს ეს დაპირისპირება იქამდე მიდის, რომ ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდება პელოპონესის ომში, რომელიც ცნობილია მანტინიას ბრძოლით. ეს არის პელოპონესის შუაგული, როგორც ხედავთ, ძველი წელთაღრიცხვით 418 წელს ერთმანეთს უპირისპირდება ერთ მხარეს სპარტა და მეორე მხარეს ათენი, რომელიც ამ ბრძოლის სათავეში დგას და ათენი სარდალი გახლავთ ალკიბიადე და ფაქტობრივად ალკიბიადეს გამოჩენა ზოგადად პელოპონესის ომში იწყება მანტინიას ბრძოლიდან. სწორედ მანტინიას ბრძოლაში გამოიჩინა ალკიბიადემ კარგი სტრატეგიული გეგმით თავი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს სტრატეგიული გეგმა იმდენად ჩამოიშალა, რომ კოლაფსი მოხდა და ის გეგმა, რაც ჰქონდათ, რომ სპარტისთვის ფლოტით უნდა შემოევლოთ სამხრეთიდან და თვითონ უშუალოდ ქალაქისთვის უნდა დაერტყათ და მანტინიას ველზე ამ შემთხვევაში
ათენელებს გარკვეული დროის მანძილზე უნდა მოეხერხებინათ და ეს შეტავა შეეჩერებინათ, ეს იყო ალკიბიადეს გეგმა, რომელიც ვერ მოხერხდა და ვერ წარიმართა ისე როგორც ათენელებს სურდათ, თუმცა სამაგიეროდ წარიმართა სპარტელების გეგმა და სპარტელებმა შეძლეს მანტინიას ბრძოლაში დაემარცხებინათ ათენელები და დაახლოებით მსხვერპლი 20,000 ჯარისკაცამდე ავიდა. ეს რა თქმა უნდა, როგორც ასეთი, აქ არის იგულისხმება მშვიდობიანი მოსახლეობა, აქ იგულისხმება მხოლოდ ჯარისკაცი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია ბრძოლის მასშტაბების აღსაქმელად და შესაბამისად ეს ბრძოლა ისტორიაში ჩაიწერა როგორც ყველაზე სისხლისღვრელი ბრძოლა პელოპონესის ომში. ფაქტობრივად ძველ წელთა აღრიცხვით 418 წელს სპარტამ შეძლო რომ მანტინიაში ბრძოლა მოეგო და არგოსელების კავშირი, რომელიც აი გაჩვენეთ დემოკრატიული პოლისთა გაერთიანება დაეშალა და ფაქტობრივად აქ შესული პოლისები მის მხარეს გადმოსულიყო და აქ თუ ათენის მხარეს იბრძოდნენ ეს არგოსის პოლისები, ამ შემთხვევაში აქ არგოსი განადგურდა და ყველა პოლისი გადმოვიდა სპარტის მხარეს. ეს იყო მეორე ეტაპის პირველი ფაზის დასასრული. როგორც იცით, მეორე ეტაპი იწყება 418 წელს და პირველი ფაზა დასრულდა 417 წელს ამ შემთხვევაში და შემდგომი მეორე ეტაპის მეორე ფაზა უკვე იხსნება კუნძულ სიცილიაზე. ახლა რა ხდება? როგორც გითხარით, მანტინიას ბრძოლაში თავი გამოიჩინა ალკიბიადემ. ალკიბიადე გახლდათ სოკრატეს მოსწავლე, მოწაფე, ავანტიურისტი, ნიჭიერი ავანტიურისტი, რომელმაც განიზრახა, რომ შეეძლო ისეთი რადიკალური გეგმების განხორციელება, რაც მტერს თავგზას აუბნევდა. კიდევ ვიძახი, რომ განხორციელებულიყო მანტინიასთან ბრძოლაში ის გეგმა, რაც ჩაფიქრებული იყო, ალბათ ომი აქვე დასრულდებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ სპარტის დედაქალაქ უტევდა ათენი, მაგრამ ვერ განხორციელდა და ამ შემთხვევაში სიცილიის ექსპედიცია, რომელიც მთლიანად ალკიბიადეს გეგმა იყო, ესეც ვერ განხორციელდა, რომელიც პირდაპირ ისახავდა მიზნად მნიშვნელოვანი პუნქტების აღებას სპარტის ტერიტორიაზე. ალკიბიადემ განიზრახა, რომ ჯარი უნდა გადაესვათ კუნძულ სიცილიაზე, რომელსაც ავიწროვებდნენ სპარტის მოკავშირე სირაკუზელები და თუ კუნძულ სიცილიას აიღებდნენ, სპარტას შეუწყდებოდა ფაქტობრივად არსებული რესურსის, რაც ჰქონდა შემოტანა სპარტაში და ეს ყველაფერი მას ეკონომიკურად დაასუსტებდა. ანუ მოხდა ის, რომ ალკიბიადეს ათენელებმა მიანდეს ჯარი, რომელიც უნდა გადაესხა კუნძულ სიცილიაზე და ამ კუნძულ სიცილიაზე სირაკუზი ავიწროვებდა სიცილიას. მაგრამ აქ იყო ერთი რაღაც ნიუანსი. იმ დროს, როცა ალკიბიადე მიდიოდა კუნძულ სიცილიაზე, ათენში შეთქმულება მოხდა, ანუ არავის არ აწყობდა ალკიბიადეს ასეთი განდიდება, როგორც იცით, ათენში მანტინიას ბრძოლის შემდეგ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო და ათენელებს აღარ სჯეროდათ ალკიბიადესი, რომლის გეგმაც მანტინიას ბრძოლაში ასე მარტივად ჩაიფუშა და სწორედ ამიტომ შეთქმულებმაო ჰერმები შებრალესო. ჰერმები არის ღმერთის ქანდაკებები ათენის თაზე, აპოლონის თაზე, რომლებიც იდგა, გაანადგურეს ეს ქანდაკებები და მოხდა ისე, რომ დაბრალდა ალკიბიადეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მოწყობილი და როცა უკვე ეს ყველაფერი ალკიბიადემ გაიგო და უარყო, რა თქმა უნდა, მან ათენის დემოკრატიის საზოგადოებას არ ქონს თხოვა, რომ მანამ სანამ მე წავალ კუნძულ სიცილიაზე ჩემი ჯარით, მანამდე მოხდეს ჩემი გასამართლება. თუ ეს ნამდვილად მე გავაკეთე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და მხოლოდ მას შემდეგ დანიშნეს სასამართლო პროცესი ალკიბიადესი, როცა იგი გაემგზავრა კუნძულ სიცილიაზე. და როცა ჯარი გადასხა კუნძულ სიცილიაზე, მას შემდეგ გამოიწვიეს უკან. ალკიბიადემ პირველ რიგში
აღარ ისურვა ათენში დაბრუნება, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი მკაცრად წარიმართებოდა და მეორე ის რომ ათენმა არ გაითვალისწინა მისი წინადადება და თავდაპირველად არ დანიშნა და ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ალკიბიადე ერთგვარ კრიზისში აღმოჩნდა, ვეღარ გაიგო რა გაეკეთებინა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ეს გეგმა სპარტელი ლაკედემონელებისთვის გაემხილა, სიცილიის გეგმა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ალკიბიადე დროებით გადავიდა სპარტელების მხარეს. სამაგიეროდ ათენელებმა ალკიბიადეს ნაცვლად იქ გაგზავნეს ნიკიასი. ნიკიასი, როდესაც გაემართა კუნძულ სიცილიაზე და მივიდა, იქ ისეთ სიტუაცია დახვდა, ვერ იგებდა, ეხა სირაკუზელებისთვის შეეტია თუ დალოდებოდა და კუნძული სიცილიის შემოგარენი დაეცვა. საბოლოო ჯამში ამ ყოყმანმა იმ დონემდე მიიყვანა, რომ სირაკუზელებმა დახმარებმა მიიღეს სპარტელი ლაკედემონელებისგან ალკიბიადეს გეგმის განდობით ამ შემთხვევაში და ნიკიასმა თავის მხრივ ათენიდან კიდევ ასე ვთქვათ დახმარების თხოვნა გაგზავნა. ათენელებმა მას უკვე დემოსთენე დაახმარეს და ისევ დემოსთენეც გაგზავნეს ნიკიასთან ერთად კუნძულ სიცილიაზე. როცა დემოსთენე ჩავიდა, ნიკიას კიდე არ ქონდა გადაწყვეტილი შეეტია თუ არა სირაკუზელებისთვის. ამასობაში სპარტელებმა დაასწრეს და სირაკუზის ყურეში, სადაც ყვითელი პულსონიზის, ამ ყურეში ფაქტობრივად სპარტელებმა ერთი ხელის მოსმის გაანადგურეს ორი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფლოტი ათენელებისა, რასაც ემსხვერპლა ნიკიასი და დემოსთენემ კუნძულის შემოგარენ შეაფარა თავი და ფაქტობრივად სიცილიის ექსპედიცია, რომელიც 413 წელს სირაკუზის ყურეში გადამწყვეტი ბრძოლით წარიმართა, დასრულდა ისევ სპარტელების გამარჯვებით. როგორც ხედავთ, სპარტას აქვს უკვე უპირატესობა მოპოვებული და მას ჩვეულებრივ შეუძლია მარტივად ერთი ხელის მოსმით მთავარი პუნქტობრივი უბრალოდ ძირითადი ქალაქების აღებით და სტრატეგიული პუნქტების აღებით მარტივად დაამარცხოს ათენი და ასეც იქცევა. ამ შემთხვევაში ალკიბიადეს გეგმით ისევ სპარტა იწყებს და უშუალოდ ატიკის, ანუ ათენის ჩრდილოეთ ნაწილში სტრატეგიულ პუნქტ დეკელიას დაუპირისპირდება და დაარტყავს. ამას მოჰყვება მის შემოგარენში მდებარე ლავრიონის ოქროსა და ვერცხლის საბადოების გათავისუფლება და ფაქტობრივად 413 წლის შემდეგ სპარტამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი დეკელია დაიკავა და მეორე უკვე ლავრიონის ოქროსა და ვერცხლის საბადოები დაიმორჩილა, იქ არსებული მომუშავე მონები გაათავისუფლა და ფაქტობრივად უკვე საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვა პელოპონესის ომში და 418 წლიდან 411 წლამდე უკვე ომის მეორე ეტაპი დასრულდა და მეორე ფაზაც ამ შემთხვევაში სპარტელების გამარჯვებით დასრულდა. ნიკიასის ზავი პირველი ეტაპის დასასრული ისეთი დაბალანსებული იყო, რომ ვერ გაიგებდი როგორ წარიმართებოდა, მაგრამ მეორე ეტაპში ათენელებმა ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს და ზღვარი იმ ზღვარზე გაიარეს, რასაც ქვია უკვე პელოპონესის ომში დამარცხება. მაგრამ აქაც კიდევ ერთი რაღაც მოხდა. ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება ის, რომ ათენში დაიწყო გადატრიალება. ეს ყველაფერი ამდენი წაგება ხალხმა ვეღარ აიტანა და გადაწყვიტა აჯანყებულიყო. ასეთი აჯანყების შედეგი გახლდათ ის, რომ ათენში დამყარდა 400-თა საბჭოს მმართველობა. ეს ის 400-თა საბჭოა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ წელთა აღრიცხვით 594 წელს სოლონის მიერ შემოღებული რეფორმის შედეგია. ანუ 400-თა მმართველობა, ანუ ბულეს მმართველობა. ათენში ფაქტობრივად 400-თა საბჭოა გამაგრებული, თვითონ ალკიბიადე, რომელმაც სირაკუზელებს და სპარტელებს სიცილიის გეგმა გაუმხილა, გადაწყვიტა, რომ კუნძულ სამოსზე გამაგრებულიყო. ეს არის კუნძული სამოსი და ფაქტობრივად ათენში არსებული
ხალხის ნაწილი შეუერთდა ალკიბიადეს და გადაწყვიტეს, რომ კუნძული სამოსიდან სპარტისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, ხოლო ათენელები ნაწილი, რომელიც დარჩა ათენში, ცდილობდა და ფიქრობდა, რომ კარგი იქნებოდა სპარტასთან მოლაპარაკებები დაწყებულიყო და იმაზე დიდი ზიანი აღარ მიეღო ათენს, ვიდრე მიიღო. ამ შემთხვევაში ეს ძალა ყველაზე სუსტი აღმოჩნდა ალკიბიადესთან შედარებით. ალკიბიადემ უკვე დაიწყო იერიშზე გადასვლა და ამით იხსნება ბრძოლის მესამე ეტაპი. ძველი წელთაღრიცხვით 411 წელს სპარტელები ჯერ სიმესთან დაამარცხა ალკიბიადემ. ძველი წელთაღრიცხვით 410 წელს სპარტელები უკვე კიზიკოსთან დაამარცხა და კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო სპარტამ, ათენმა ალკიბიადეს მეთაურობით და შეიძლება ითქვას ამ ყველაფერმა ათენელებს იმედი გაუჩინა, რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული და ათენში არსებული ნაწილი ხალხისაც მიენდო მთლიანად ალკიბიადეს და უკვე გაღმერთდა ეს ადამიანი, რასაც ქვია და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცუდად დაცადა თავდაპირველად ათენმა და აქაც ასე მოხდა ამ შემთხვევაში უკვე ბრძოლის მესამე ეტაპზე და ალკიბიადეს სპარტული ელიტარული ჯარი დაუპირისპირდა, მოახერხა აი ამ ჯარის არგინიუსის კონცხში ჩათრევა და 406 წელს სპარტელმა ლისანდროსმა არგინიუსის კონცხთან დაამარცხა ალკიბიადეს ჯარი და ეს იყო უკვე ათენის განადგურების დასასრულის დასაწყისი შეიძლება ასე ითქვას. 406 წლის შემდეგ უკვე 405 წელს ისევ სპარტელმა ლისანდროსმა აეგოსპოტამოსთან დაამარცხა ათენელი ალკიბიადე. ამას მოჰყვა ის, რომ 405 წელსვე ჰელოსპონტიდან პურის მიწოდება შეუწყვიტა ათენს სპარტამ და ათენი აღმოჩნდა სრული კრიზისის ზღვარს, გათავისუფლებული და დაკარგული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები, ეკონომიკური კრახი, სურსათის, ასე ვთქვათ, შეწყვეტა, სურსათის მოწოდების შეწყვეტა და უკვე ათენი არის იმ ზღვარზე, რომ ან საბოლოო შეტევა უნდა განახორციელოს, ან კიდევ ათენმა დაიწყოს მოლაპარაკებები, თუმცა ეს მოლაპარაკებები და არც საბოლოო შეტევა აღარ დასცალდა, იმიტომ რომ სპარტამ დაასწრო და ამ შემთხვევაში პირდაპირ ათენში შეიჭრა და თუ რა შედეგით დასრულდა ამას ძალიან მალე გეტყვით. ეხლა მინდა გაჩვენოთ ის მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომლებიც ჩამოგითვალეთ რუკაზე სად მოხდა. ესე იგი, პირველი როგორც გითხარით, იწყება ის, რომ 411 წელს სიმესთან დაამარცხა ალკიბიადემ ამ შემთხვევაში სპარტელები. მერე 410 წელს კიზიკოსთან დაამარცხა სპარტელები. ეს ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა რაც მოიგო ათენმა და უკვე 406 წელს არგინიუსის კონცხთან ჩაითრია ლისანდროსმა ათენი და დაამარცხა და უკვე 405 წელს აეგოსპოტამოსთან დაამარცხა და საბოლოო ჯამში 404 წელს ათენში შეიჭრა სპარტა და როგორც გითხარით დედაქალაქი აიღო. საბოლოო ჯამში 404 წელს ათენის დაკავების შედეგად ათენს სპარტამ წაუყენა შემდეგი პუნქტები. ეს პუნქტები იყო შემდეგნაირი. პირველი, დაიშალა ათენის საზღვაო კავშირი, რომელსაც დელოსის კავშირი ერქვა, აიკრძალა მას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ეს არის სამი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. ანუ ფაქტობრივად სპარტაზე დამოკიდებული გახდა ათენი. მეორე, ათენელებს დაანგრევინეს პერიკლეს მიერ აგებული კედლები და პირეოსის სიმაგრეები. ეს ის პირეოსია, რომელიც ჯერ კიდევ 456 წელს დაიწყო, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ 456 წელს დაიწყო და ეს არის პორტი პირეოსი ამ შემთხვევაში და მესამე, შეუკვეცეს ფლოტში გემების რაოდენობა. მაგრამ
ათენი ამ პირობებზე დათანხმდა, სხვა გზა არ ქონდა. მაგრამ ამ ყველაფერმა სპარტა ისე დაასუსტა და ზოგადად საბერძნეთში არსებული პოლისები იმდენად დასუსტდნენ, რომ იმის ძალა აღარ შესწევდა უკვე გამარჯვებულ სახელმწიფო სპარტას, რომ მთლიანი საბერძნეთი გაერთიანებინა მისი მმართველობის ქვეშ. ანუ რა იდეა, რა მიზანიც ჰქონდა ორივე პოლისს, ვერც ერთმა ვერ გააკეთა. და შეიძლება ითქვას ეს ომი იყო და ამიტომ რაც ხავენ ასე რომ ეს ომი იყო ერთ-ერთი არაფრის მომცემი ომი, თუმცა ამას თლად ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო უკვე ახლად წარმოქმნილ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც გაძლიერდა ფილიპე მეორე მაკედონელის მეთაურობით ძალიან ახალი მოდელი შეიქმნა სამყაროში იმპერიული სახელმწიფოსი და ამ ყველაფერმა დასუსტებულ სპარტასა და ათენს ერთი ხელის მოსმით გამოაცალა საძირკველი, ჩამოიშალა ორივე პოლისის მმართველობა და მთლიანი საბერძნეთი ძალიან მალე გადავიდა უკვე მაკედონიის ხელში. ანუ ვინმე თუ რაიმე კითხავთ თუ რა იყო პელოპონესის უმნიშვნელოვანესი შედეგი, ის იყო რომ შეიქმნა მაკედონიის იმპერია, რომელმაც ახალ მსოფლიოს ჩაუყარა საფუძველი, სადაც შეიქმნა ელინისტური სახელმწიფოები და სადაც გაავრცელდა ახალი კულტურა, აზიური და ევროპული, აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზი, რომელსაც კოინე ეწოდება და ფაქტობრივად ამ ყველაფერმა ახალ საფეხურზე აიყვანა მსოფლიო, როგორც გითხარით. მაგრამ თავის მხრივ პელოპონესის ომი ჩაიწერა ისტორიაში და რა შედეგი ჰქონდა და როგორც წარიმართა ეს უკვე მე მგონი განვიხილე დეტალები და დავასრულე ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში სპარტამ გაიმარჯვა, ათენი დამარცხებულად გამოცხადდა, მაგრამ ის პირობები, რაც სპარტამ წაუყენა, ძალიან მალე მაკედონიურმა იმპერიამ ჩამოშალა ყველაფერი და მის მმართველობის ქვეშ გადავიდა ორივე სახელმწიფო და პოლისი. და კიდევ მრავალი პოლისი, რაც საბერძნეთში არსებობდა. და აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. თქვენ როცა ალბათ მისმენდით ლაივის მსვლელობისას, ხედავდით, რომ ათენს შეეძლო გამარჯვება, ჰქონდა გეგმები, მაგრამ ვერ განახორციელეს. ანუ ყველა მომენტში ათენს ხელი ეშლებოდა და ფაქტობრივად ეს ყველაფერი გამოიწვია სამმა რაღაცამ. ანუ რამ გამოიწვია ათენის მარცხი პელოპონესის ომში არის შემდეგი. და ესეც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. სარდლების ხშირმა ცვლამ, ერთიანი გეგმის უქონლობამ და მოკავშირეთა უკმაყოფილებამ გამოიწვია ათენის მარცხი პელოპონესის ომში, თუმცა ამ ომმა სპარტაც ისე დაასუსტა, რომ საბოლოოდ ვერ მოხერხდა საბერძნეთის გაერთიანება და უკვე ჩრდილოეთში ახალმა იმპერიულმა სახელმწიფომ, რომელსაც მაკედონიის იმპერია ეწოდა შემდგომში, მთლიანი საბერძნეთი გაერთიანდა და საკუთარი მმართველობის ქვეშ მოაქცია და წერტილს დავსვავ აი აქ. უკვე შემდგომ ლაივი დაეთმობა, რომელიც კვირას არის დანიშნული, მე მგონი 5 საათზე, იქ ცხრილში ცვლილებაა ამ შემთხვევაში და თიკო ჩაატარებს ამ ლაივს. 5 საათზე დაიწყება უკვე ის იმპერიული სახელმწიფოს განხილვა, იმ იმპერიული სახელმწიფოს განხილვა, რომელიც აი ახლა განვიხილე და რომელიც იყო პელოპონესის ომის შედეგი. კარგი, მოკლედ დავასრულე ამ თემის განხილვა. ეხლა თუ რაიმე კითხვა გააქვთ, შეგიძლიათ დამისვათ ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ დაგელოდებით რამოდენიმე წამი. და აქვე შეგახსენებთ კიდევ იმას, რომ ამ გაკვეთილის კარგად გააზრებისთვის საჭირო არის ბერძენ-სპარსელთა ომები განსაკუთრებულად კარგად იცოდეთ და გარკვეული იყოთ, რატომ ამ შემთხვევაში დაუპირისპირდნენ ეს ორი პოლისი ერთმანეთს და ამ შემთხვევაში რატომ მოხდა, რომ რატომ არ წარიმართა ათენისა და სპარტის მსვლელობა ბერძენ-სპარსელთა ომების დასრულების შემდგომ, ისე რომ ეს ორი პოლისი დემოკრატიულად შეთანხმებულიყო ერთ საკითხზე, რომ გაეყოთ გავლენის სფეროებად საბერძნეთი. ანუ ეს აუცილებლად უნდა გაიაზროთ
წინა გაკვეთილის დახმარებით და უკვე ეს ყველაფერი დაგეხმარებათ პელოპონესის ომის კარგად ათვისებაში. კარგით, ეხლა დაგემშვიდობებით, კითხვები როგორც ხვდები არ არის და ხო, დღეს ან ორშაბათს უკვე აი ამ თემებზე, რაც ამ კვირაში განვიხილეთ, ავტვირთავ ერთ შემაჯამებელ ტესტს და ის ტესტი ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ გაკვეთილების ათვისებული მასალის გააზრებაში, უკეთ გააზრებაში და მედია ჩვენს შემდგომში სხვა ტესტებსაც წაგაშველებთ პირადად, რაც მე მაქვს ამ შემთხვევაში კომენტარებში აგიტვირთავთ.